მოგესალმებით, საქართველო, მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წელი და მინდა 1-2 სიტყვით შევაფასო 24. ყველაფერ ცუდს მოსდევს კარგი, რაღაც ნაწილი მაინც კარგია, ნამდვილად არ იყო ეს წელიწადი საქართველოსთვის გადასარევი, მაგრამ შემიძლია მაინც დადებითად შევაფასო, რამე თუ ამ წელიწადს 24-ში ქართველი საზოგადოება, ქართველი ხალხი შედგა როგორც საზოგადოება, როგორც მებრძოლიერი და უამრავი ადამიანმა გაითვითცნობიერა თუ რას ნიშნავს იბრძოდე შენი ქვეყნისათვის, შენი ქვეყნის გადარჩენისათვის და ამიტომ მე დადებითად მინდა 24 წელი შევაფასო. რა ვიცი რა, ამხელა სიყვარული, ამხელა თანდგომა, ამხელა ერთმანეთის გატანა, მოფერება არ ქონია ნამდვილად არასდროს, აი 24-მა შეძლო ეს გაიკეთებია და მინდა ამ ბედნიერი ქალაქიდან მოგილოცოთ, რომელსაც ანტვერპენი ქვია და განსხვავება ახლა გაწყობილი შეიძლება თბილისიცა და საქართველოს სხვა ქალაქებიც, მაგრამ განსხვავება არის ერთი რამ და ძირითადი განსხვავება. აი აქ ახლა ერთ ადამიანს ვერ შეხედავთ, რომელსაც რაღაც პრობლემები აღჭურს, რომელსაც არ უხარია ახალი წლის გათენება. ერთ ადამიანსაც ვერ შევხვდები, როგორც ადგილობრივს, ისე ჩამოსულ თუ ემიგრანტს. ყველას უხარია ახალი წლის გათენება და მე მინდა რომ ზუსტად 25-ში დამდგარიყოს ის წელიწადი, როცა ყველა ადამიანს ახალი დილის გათენება გაგვიხარდება. გაუმარჯოს საქართველოს, მრავალ შობა ახალ წელიწადს დავსწრებოდეთ.